ახლა არის დაახლოებით რომელი საათი? 4 დაიწყო და ავდექი 4:30-ზე. დაახლოებით დავლია 11 გრამი მელატონინი, რომელმაც არაფერი არ მიშველა საერთოდ და ვერ ხვდები ადამიანები რომ ამბობენ ხოლმე რომ რაღაც 1 ტაბლეტს 3 მილიგრამიან მელატონინს სვამენ და ლოგინამდე მისვლას ვერ ასწრებენ. აი, რანაირად უბრალოდ რანაირად ახერხებთ მაგას. რადგან მე ამდენი მელატონინიც კი არ მყოფნის. როგორ მოქმედებს ჩემზე მელატონინი? როდესაც დავლევ, დაახლოებით 9 საათში ჩამეძინება, რომელიც მიძლებს 1.5 ან 2 საათი. 2 საათის შემდეგ გამეღვიძება და რა თქმა უნდა ვეღარ ვიძინებ. ვიდრე არ გათენდება. შემდეგ 6-ზე მიყენია მაღვიძარა და 5 საათისკენ დაახლოებით უკვე ძილი მინდა. მაგრამ 6-ზე უნდა ავდგე. ზოგადად ძალიან კარგად მეძინა ხოლმე ღამით და ყოველთვის ვიყავი ადამიანი, რომელსაც ყველგან შეეძლო ძილი. ახლა შემიძლია ყველგან ძილი, უბრალოდ ჩემი საწოლის გარდა ნებისმიერ ადგილას დავიძინებ და ანუ ისე სწრაფად და მკვდარივით ჩამეძინება ვერ წარმოიდგენთ და ყოველთვის კარგად მეძინა. აი ახლა რატო არ მეძინავს ეს ბოლო 1 წელია არ ვიცი. ღამის ადამიანი არასდროს არ ყოფილვარ. და მგონი ღამის ადამიანი გავხდი. ხო და გადავწყვეტე რომ მეთქი პარამაზრი არ აქვს აღარ დაველოდები იმ 1 საათს როდის ჩამეძინება და ავდგები. ამის გავაკეთებ. რამეს რა უბრალოდ ერთი და იგივე. მოწესრიგდები და შემდეგ სამსახურში წავალ და ჩემი მოწესრიგების პროცესი თქვენს უყურებ. ჩემი თმა დილიდან ეს ტონერი ხო გითხარით გაგიზიარებთ თქო როგორია გადასარევი არ არის ესე იგი რატო გამომივიდა ეს რაღაცები საშინლად გამოიყურება ძალიან იშვიათად არის ხოლმე ეგ მომენტი რომ მსგავსი რაღაცები გამომივიდა სახეზე უბრალოდ ყველა ცუდი ის არის რომ შეიძლება პატარა რაღაც იყოს გამოსული მაგრამ მე იმდენი ვქნა რომ ეს რაღაც ვაქციო დიდად, იმიტომ რომ ხელებს ვერ ვასვენებ მართლა სახეზე რა რამე გამომივა. ვერ ვძლებ რომ ხელი არ დავიდო. მგონი ვერსი ვარ მაგის გამო შემდეგ რომ მიღიზიანდება ძალიან და სამუდამოდ რჩება. ცივი წყლით დავიბანებ პირი. ძალიან ცივით. იმიტომ რომ ცივი წყალი კარგია გამოფხიზდებისთვის და თან მგონია რომ დილით ცივი წყლით რო იბანსახეს არ ვიცი რატომ მგონია ეგრე ანუ უფრო კარგია თითქოს კანისთვის ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება წარბებს ვიწვრილებ აბსოლუტურად ყოველ დღე და იმედია არ მივარ იმ დონეზე რომ საერთოდ წარბი აღარ მექნება ყველაზე მეტად მეზიზღება ის ჩემს წარბებში რომ ორივე არის სხვადასხვანაირი და გეტყვით როგორი სხვადასხვანაირი. ერთი არის აი აქეთ ასე დგას და მეორე ანუ ლამაზად გადადის აი აქ. და ეს ყოველთვის ესეა, ანუ ხეებივით. და ეგ მიშლის ძალიან ნერვებს. და ორივე რა ვიცი, სხვადასხვა ცხოვრებით ცხოვრობს. ხო და მგონია რომ ეს წვრილი წარბები უფრო მეტად მიხდება ვიდრე სქელი წარბები, სხვა შორის არც სულ წვრილი წარბები მქონდა და რომ ვაკვირდები ფოტოებში მეთქი როგორ მქონდა დაწვრილებული რანაირად და ეხლა ნელ-ნელა ვიწვრილებ ყოველ დღე. That's all. მაგიაჟს გავიკეთებ. და მაგიაჟის რუტინაში გამოგთავთ, იმიტომ რომ საინტერესო არაფერი არ ხდება მანდ. What's that? გუშინ არ მომიფიქრები არა ჩავიცვა და ახლა წარმოდგენა არ მაქვს რა ჩავიცვა. ხოდა რამე უნდა ავაწყო.
ვფიქრობ, რომ დღეს ჩავიცვე ჯინსი. თან ჯინსი არ მწმია, ძალიან დიდი ხანია. Let's see. ახლა ვფიქრობ, ჩავიცვე შავი ჯინსი თუ ჯინსის ფერი ჯინსი. ჯერ ვცადოთ შავი. და ვიფიქრე, რომ ჩავიცვა ეს ზედა. ზახშად ვფიქრობ ხოლმე იმაზე, რომ კი არ ვურთავ ინგლისურ სიტყვებს ასე მრავლად, როდესაც ვსაუბრობ, მაგრამ მაინც რაღაცებს ვაყოლებ ხოლმე და მგონია, რომ ადამიანები მაინც ღიზიანდებიან მაგით. სხვებს როგორც მე არ ვღიზიანდები, არანაირად არ მოქმედებს ჩემზე და საერთოდ რეაქცია არ მაქვს და პირიქით. ხო და მგონია, რომ აი მე რო საუბრობ და ზოგადად სხვებიც რომ საუბრობენ და ურთავენ რაღაც ინგლისურ სიტყვებს და სლენგებს და რაღაც ეგ ადამიანებს ძალიან აღიზიანებთ. მაინტერესებს თქვენს გაღიზიანებთ თუ არა ჩემი ეს ინგლისური სიტყვების ჩართვა, იმიტომ რომ მიჩვეული ვარ ძალიან რაღაცების თქმა რომ მინდა ზოგჯერ მომდის აზრები ინგლისურად, რომელიც ბევრად უფრო კარგად ჭყერს და ლამაზად ჭყერს, ვიდრე მაგალითად ქართულად და არ ვიცი ასე რატო ვარ. და არ მომწონს, ახლა წარმოუდგენელია ზოგადად რომ მომეწონოს მე რამე. ხამარს დავამატებ შარვალს და მერე ნახოთ. ეს მოიწვა. აი ძალიან არ მომწონს. ანუ იმედენად ძალიან არ მომწონს. No. No, 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 no. იქნებ ზედა შევცვალო. შარვალთან ეს უკეთესად გამოიყურება. აი მოდი ვცადოთ ამ მოსაცველთან როგორ იქნება. ეს ბევრად უკეთესია, მაგრამ არ მომწონს. აი ჩემი აზრით ეს შარვალი უნდა შევცვალო. დავუბრუნდი ჩემი მეორე შარვით. ამ შარვალს გავუკეთებ წვრილ ხამარს და გადმოვატრიალებ წელს, რადგან აქვს ძალიან მაღალი წელი, რომელიც საერთოდ არ მომწონს და ვერ ვიტან ძალიან მაღალ წელიან შარვლებს. ხშირ შემთხვევაში დილით ესე არ ვიქცევი. იმიტომ რომ უბრალოდ ახლა მომინდა რომ ცოტა ნორმალურად ჩამეცვა. რადგან უმეტესად წარმოდგენა არ მაქვს რას ვიცვამ საერთოდ. და უბრალოდ დილით რაც ხელში მომხდება, იმას ვიცვამ ხშირ შემთხვევაში ყოველდღე ერთი და იგივეა ხოლმე ეგ რაღაცა. ეს უფრო უხდება ჩემი აზრით ჯინს, მაგრამ ზედა არ მომწონს და ამიტომ ვცდი ისევ მეორე ზედას და ხო, ეს ბევრად კარგია და უფრო მეტად მომწონს. განსაბოლოო შედეგამდე მივედი. თუ ისევ არ გადავიფიქრე წასვლის წინ 5 წუთს ადრე და შევცვალე საერთოდ ყველაფერი. და რა თქმა უნდა სუნამო. ეს სუნამო იქნება დღევანდელი დღის სურნელი, რომელიც ძალიან მომწონს სხვათა შორის. ძალიან კაი სუნი აქვს და საკმაოდ მდგრადია, ბევრად მდგრადი ვიდრე სხვა უფრო ძვირიანი სუნამოები. ჩემი საყვარელი კურსასმენები უნდა მეთქვა ახლა. რა ხქვია? საყურეები. ღმერთო ჩემო, ზოგჯერ რატომ მოვიწყდება სიტყვები ესე ძალიან.
მორჩა, всё. ხეხებზე ფლოსტები მოჩვია, მაგრამ ვერტისებს ჩავიცვი. აქვე გეტყვით მეგობრებო, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, ძალიან გთხოვთ, დააჭირეთ ქვემოთ აი ამ წითელ subscribe ღილაკს სადღაც და ლაიქეთ ვიდეო და ასევე გადააზიარეთ. მე ხომ ვთქვი, რომ გამოვიცვლიდი დიდი ალბათობით. კი. გამოვიცვალე. ნახოთ რა მოწვია. Easy. მარტივად. წავედი ახლა. სახში რა უბრუნდები, რატომ მოვდივარ პარკითხელში. მაღაზიის არ ვიცი. ერთადერთი რაც ამ მომენტში მინდა არის ძილი და რასაც გავაკეთებ ამ წუთას, აი უბრალოდ დავიძინებ. მთელი დღეა ისე მეძინება, რომ თავს ძლივს ვაკონტროლებ, მაგრამ სამსახურში ცოტა ხანი მეძინა. და წუთიან დილის ძალიან ბევრს ნიშნავს ხოლმე ჩემთვის, იმიტომ რომ 10 წუთს, მაგრამ ძალიან ხიზლდები და ენერგიაზე ვარ. ცოტა ხანი თვალების დახუჭვაც კი სამოთხეა მართლა. ხო და ახლა უბრალოდ ჩავიცვამ სახლის ტანსაცმელს პიჟამოებს და დავიძინებ და როცა გამეღვიძება. ახლა გვექნება transaction moment და ამ სახლის ამ ტანსაცმელიდან გადავიქცევი სახლის ტანსაცმელში. Oh, hi. აი ახლა კომფორტულად ვარ. დღეს დავლიე ძალიან ცოტა წყალი. და ჩემს თავზე ძალიან უბრაზდები, რომ ძალიან ცოტა წყალი დავლიე, იმიტომ რომ ძალიან ცოტასაც არ ვსვამ ხოლმე, მაგრამ ძალიან ბევრსაც არ ვსვამ და დღეს კიდევ უფრო მინიმალური რაოდენობით დავლია. რაც ძალიან ცუდია. ბევრი წყალი არის, კარგი ხალხო, ბევრი წყალისვით. და ჩემი ფავორიტი წყალი არის ნაბეღლავი. ძალიან მიყვარს გიჟდები. ადრე სხვა ბრენდები მიყვარდა ხოლმე, ბორჯომი უფრო და ახლა ნაბეღლავი უფრო შემიყვარდა და ჩემი და როდესაც იძახდა ხოლმე რომ ნაბეღლავი არის საუკეთესო წყალი და ამბობს კვლავ თათ ახლა გეთანხმები რომ საუკეთესო წყალია. სამსახურის მერე მაქვს ხოლმე ყოველთვის აი ასეთი განადგურებული სახე. და თუ არ მეძინა განსაკუთრებით მაშინ ხო საერთოდ აი ახლა თვალები შემტკივა რომ ერთადერთი რაც მინდა ამ თვალების დახუჭვა და დასვენება. აქვე გეტყვით კიდევ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და აჭირეთ ქვემოთ subscribe ღილაკს.
ყვავილებზე უბრალოდ ვგიჟდები და აი ადამიანებს თუ უნდათ რომ ჩემი გული მოიგონ, აი პატარა ყვავილიც რომ მოჩხენ საკმარისია. Всё. ღამის 12 საათზე ან 11 საათზე რატო გადავწყვეტ ხოლმე დალაგებას არ ვიცი, მაგრამ რატომღაც ყოველთვის ამ დროს ვალაგებ და სიამოვნებს თან სახლის დალაგება, იმიტომ რომ სახლი რომ დალაგებული რაღაცნაირად მე თავს ბევრად უკეთესად ვგრძნობ, ქაოსში რო არ ვარ. ხა დავალაგე სახლი და ბედნიერი ვარ. ჩემს ძილზე დაგააპდეითებ. თან მეძინე, თან არ მეძინე, ვერ გავიგე და ეგეც სულ რაღაც 2 საათი. და იმედია რომ დღეს ჩამეძინება, იმიტომ რომ როდესაც არეული გაქვს ძილი მაღაზიის საშინელება, არაფერი არ არის და მინდა და მეთქვა, რომ ადამიანების სიტყვებს რამხელა მნიშვნელობა აქვს და როგორ შეიძლება შეცვალოს შენი დღე რადიკალურად. ძალიან დიდი მადლობა მათ, ვინც კარგ რაღაცებს მწერთ ხოლმე ინსტაგრამზე დამავდროულად მიკომენტარებთ, იმიტომ რომ აი არ ვიცი, სულ რო ცუდ ხასიათზე ვიყო მართლა და ერთი კომენტარი წავიკითხო და ერთი მესეჯი გავხსნა და წავიკითხო. უბედნიერესი ვხდები და უკარგეს ხასიათზე ვდგები. ადამიანების დადებითი სიტყვებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და შეუძლია შენი დღე რადიკალურად შეცვალოს უკეთესობისკენ. რასაც მგონია, რომ ხშირად არ ვაკეთებთ ხოლმე და ნეგატიურ რაღაცებზე ვკონცენტრირდებით, ვიდრე მაგალითად დადებითზე. ზოგადად ადამიანების ტვინი ეგრეა მოწყობილი, რომ რაღაცნაირად ესე ნეგატიურზე აკეთებს ფოკუსს და ნაკლებად დადებითზე. ადამიანების ბუნებაა ეგ, რასაც ვერ შევცვლით. ხო, რა თქმა უნდა, ყველაზე ეგ თეორია არ მოქმედებს. სულ ვცდილობ ხოლმე, რომ ადამიანებს რაღაც კარგი ვუთხრა, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, რომ ეგ ჩემი დადებითი სიტყვები იმ ადამიანზე ძალიან კარგად იმოქმედებს და მეც ძალიან მიხარია ხოლმე შემდეგ და ბედნიერდები, რომ შესაძლოა იმ ადამიანის ის დღე გაულამაზე და რაღაცნაირად უკეთესი გავხადე. ხოდა რატო არის ადამიანებისთვის ესეთი რთული, რომ კარგი რაღაცები თქვან და კარგი რაღაცები უთხრან ერთმანეთს, აი არ ვიცი, თუნდაც ქუჩაში, მაგრამ რაც საქართველოში კიდევ უფრო ნაკლებად გვაქვს, რომ ქუჩაში ახლა არავინ არ მოვა და არ გეტყვის, ძალიან იშვიათია. რომ ვიღაც ესე უცებ რენდომად მოვიდეს და რაღაც დადებითი კითხრას. რატო არის ვერ ხვდები? მგონია რომ ეგ ქართველების თავმაღლობის გამოა ეგრე, არ ვიცი. მე ეგრე ვფიქრობ. ადამიანების სიტყვებს აქვს ძალიან დიდი წონა ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენს ყოველდღიურობაში. ჩემზე იმდენად მოქმედებს ყოველ შემთხვევაში, რომ აი უბედნიერესი ხდები, არ ვიცი, ღიმილით დავდივარ და სიცილს და ღიმილს ვერ ვიკავებ ხოლმე მართლა. უბრალოდ სიტყვებს აქვს უდიდესი ძალა. შეგახსენებთ კიდევ, რომ ადამიანების ნახევარს არ გაქვთ ჩემი არხი გამოწერილი და გამოიწერეთ. მადლობა რომ მიყურეთ და დარჩით ჩემთან ერთად.